გახდი პატარა ბანკი. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდე შენ თვითონ პატარა ბანკი, როგორ უნდა გააკეთო ის, რასაც მაგალითად დიდი ბანკები აკეთებენ, შენ რა თქმა უნდა უფრო პატარა თანხით, მაგრამ გააკეთო იგივე, რასაც ბანკები აკეთებენ, ესე ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთო ძალიან დიდი ფული. სანამ გადავიდოდეთ ამ თემაზე, მეგობრებო, შესავალს გავაკეთებ და გეტყვით, რომ ეს არის ის ახალი ინვესტიცია, რომელიც აღნიშნე წინა ვიდეოში და ამ ინვესტიციას დავუმატებთ, ესე ვთქვათ, ჩვენ VDC საფულეს. ვინც არის ეს VDC საფულე, რა არის VDC საფულე? არის ვაჭარის DCA საფულე, ეს არის უბრალოდ DCA საფულე. და ამ ვაჭარის DCA საფულეში ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ 5,000 ევროდან გავაკეთოთ 100,000 евро. რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება ჭკვიანურად და ესე ვთქვათ, რაც შეიძლება დივერსიფიცირებული საფულით. რა თქმა უნდა, თავიდან ვიწყებთ უფრო სარისკო ასეტებით, როგორც არის კრიპტო. კრიპტოში გვაქვს ძალიან დიდი ალოკაცია, გვაქვს ასევე ვერცხლი, იმის რომ თუ რაღაც მოხდა ჩვენმა ესე ვთქვათ, ჩვენ საფულეში სტაბილურობა შეინარჩუნოს ვერცხლმა, ასევე ვერცხლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელსაც გავაკეთებ ცალკე ვიდეოს, მაგრამ ეს უბრალოდ რომ გაიგოთ თუ რაში ვაკეთებთ ახლა ინვესტიციას და ასევე ყოველთვიურად ასევროს ვდებთ ესე ვთქვათ ქეშად, ვინახავთ იმისთვის რომ თუ რაიმე შანსი გამოჩნდა ესე ვთქვათ საინვესტიციოდ გავაკეთოთ ინვესტიცია, ან კიდევ ყოველთვის ვამბობ რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ხოლმე 3-დან 6 თვემდე მინიმუმ რეზერვი იმისთვის რომ რამე თუ მოხდა ჩვენი ცხოვრება უზრუნველყოფოთ. თუ გადასახადები გაქვს მაგალითად ყოველთვიურად ანუ თუ გაქვს ეს ვთქვათ ყოველთვიურად შენი გასავალი ფიქსირებული გასავალი 300, 500 ან ვთქვათ 1000 ლარი, აუცილებელი არის რომ 6 თვის 3-დან 6 თვემდე გადადებული ქონდეს რეზერვი. თუ გაქვს პირობითად 800 ლარი გასავალი თვიურად, 3 თვის შემთხვევაში დაგჭირდება შენ 2400 ლარი და 6 თვის შემთხვევაში 4800 ლარი. ამიტომ ქეშიც ყოველთვის გვერდზე არის აუცილებელი. ჩვენ უკვე შეგვიგროვდა მეგობრებო 500 евро ქეში, მაგრამ არ მინდა მე 500 евро ქეში ესე უბრალოდ იდოს და გაიზარდოს, ან ყოველთვიურად 100 ევროს ვამატებთ, გაიზარდოს, მაგრამ ამ ფულმა არაფერი არ მოგვიტანოს. თან ეს ფული რა თქმა უნდა განკუთვნილი არის იმისთვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ ინვესტიცია ესეთ რაღაცებში, რასაც ჩვენ მაგალითად შანსებს დავინახავთ, აი რაღაც თუ გავფასურდა ძალიან ინვესტიციაში, ან რაიმე აქცია, ან რაიმე კრიპტო, ბიტკოინი, ეთერიუმი ამ შემთხვევაში მხოლოდ ანუ ვერცხლი თუ გავაფასურდა, ან ოქრო თუ გავაფასურდა ძალიან, მათში რომ გავაკეთოთ ინვესტიცია, მაგრამ ეხლა ყველაფერი არის all time high-ზე და ეხლა ინვესტიცია რამეში არც თუ ისე ჭკვიანური არის. რა თქმა უნდა, შენ ტაიმინგს ვერ გააკეთებ ვერასდროს ბაზარზე, ყოველთვის უნდა დაიწყოს საიდანაც, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს კაპიტალი, ანუ ჩვენ უკვე გვაქვს ესე ვთქვათ ალოკაციები გაკეთებული სხვადასხვა ასეტებში. ამიტომ აღარ არის მიზანშეწონილი, რომ ჩვენი 500 евро სადმე ჩავაკვეხოთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ არანაირ სარგებას არ მოგვიტანს და იქნება უფრო სარისკო. ამიტომ ვინახავთ ხოლმე გვერდზე ქეშს, რომ თუ შანსი იქნება. და ამ შემთხვევაში მე ვერანაირ შანსს ვხედავ ვერც კრიპტო ბაზარზე, ვერც აქციებში და ასე შემდეგ. ნუ ეს რა თქმა უნდა, მე როგორც უკვე დიდი ხანი მოღვაწე ამ სფეროში და ვიცი, ესე ვთქვათ, როცა ბაზრები არის მაღლა, რა თქმა უნდა, ინვესტიცია არც თუ ისე ჭკვიანური არის, მაგრამ ყოველთვის თუ შენ ახლა მაგალითად არ გაქვს არანაირი ალოკაციები არც კრიპტოში და არც აქციებში, რა თქმა უნდა, დაიწყო, იმიტომ რომ შენთვის შენ არ იცი, როდის არის საუკეთესო მომენტი, მაგრამ ამაზეც ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, მეგობრებო, იმიტომ რომ მოთხოვნა არის დიდი. მაგრამ ისე რომ დავუბრუნდეთ ამ ინვესტიციას მეგობრებო და როგორ გახვდეთ ჩვენი ბანკი, ნახეთ 500 евро გვაქვს გვერდზე გადადებული და მესმის ხოლმე ესეთი რაღაცა ხშირად რომ ანუ ვინც ინვესტიციას იწყებს, ანუ ვინც ვისაც უნდა რომ ეს თქვა ხალხი მოიზრდოს საინვესტიციოდ, ყველა იწყებს ხოლმე რომ დაიცვა შენი კაპიტალი ინფლაციისგან. მესმის, სწორი მიდგომა არის, მაგრამ რა კაპიტალს იცავს შენი ინფლაციისგან, ხო? ეხლა მე რაშიც ვაკეთებ ინვესტიციას და რასაც ვაკეთებ, ის რომ იყოს იმისთვის, რომ მე მხოლოდ ჩემი კაპიტალი დავიცვა ინფლაციისგან და რაღაც დამატებით სარგებელი არ მივიღო, არ გავაკეთებდი მაშინ ინვესტიციას, იმიტომ რომ როცა შენ კაპიტალს იცავ ინფლაციისგან და მაგიტომ ვაკეთებ ინვესტიციას, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს რაღაც კაპიტალი, რაც საჭიროებს რომ დაიცვა ინფლაციისგან, ხო, მაგრამ შენ თუ არ გაქვს არანაირი კაპიტალი, შენ თუ არ გაქვს არანაირი მოგება გაკეთებული, რითი უნდა დაიცვა ინფლაცია, რა უნდა დაიცვა ინფლაციისგან, ხო, იმიტომ რომ არანაირი, ესე ვთქვათ, ფული არ გაქვს. ამიტომ არის აუცილებელი რომ ჯერ სარისკო რაღაცებში გააკეთო ინვესტიცია, აუცილებელი არის, მაგრამ მე ესე მიმაჩნია, რაღაც სარისკო ასეთებში გააკეთო ინვესტიცია, თუ გაიზრდება, შემდეგ ალოკაციები გავაკეთო გზადაგზა სხვადასხვა ასეტებში. აქვე სანამ გადავალთ მეგობრებო საიტზე და განახებთ თუ როგორ ვაკეთებ მე ამ ყველაფერს, აქვე მინდა გითხრათ რომ არანაირი სპონსორშიპი არ არის, უბრალოდ მე თვითონ მომწონს ეს ყველაფერი. და ამ ყველაფერს გიზიარებთ თქვენც. მე განახებთ უბრალოდ რას ვაკეთებ მე, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ თქვენც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი. თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააკეთოთ.
ვიდეოს ბოლოს ასევე კალკულაციას განახებთ თუ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ წლის ბოლოს, 5 წლის ბოლოს, 10 წლის ბოლოს ამ შემთხვევაში, მაგრამ ესეც არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ 10 წელი და 15 და 20 წელი ამაში გქონდეს ფული გაკეთებული, ინვესტირებული ან ჩადებული. რა თქმა უნდა, არ შესაძლებელი, იმიტომ რომ კარგ სარგებელს გვაძლევს. არ უნდა გავექცეთ ამ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ არ მინდა რომ ეს 500 евро ეგრე უბრალოდ იდოს, იმიტომ რომ მინდა ჩემთვის ყველა დოლარმა, ყველა ევრომ, ყველა ლარმა, რაც მაქვს მე, ჩემთვის იმუშაოს. თუ შენთვის არ მუშაობს, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ჯერ ინფლაცია, კი ბატონო, ინფლაცია არის, მაგრამ თუ პატარა თანხა გაქვს, არ უნდა ინერვიულო ინფლაციაზე. უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენი კაპიტალი გაზარდო და მე რეინერვიულო ეგეთ რაღაცებს. ჩვენ გავაკეთებთ მეგობრებო ინვესტიციას საქართველოს ბანკით. და აქვე მინდა გითხრათ მეგობრებო, ბევრი აგინებს ბანკებს, ბევრი ცუდად საუბრობს, რომ აი ის არის, ეს არის ხალხს იმაშვრება, ხალხს ამაშვრება. მოდი მართლები ვიყოთ ჩვენ თავთან. ბანკებს რატო აგინებენ? სესხს გაძლევს და მე გიწევს გადახდა, ხო? ეხლა ჩემი კითხვა არის შემდეგი. ვინ მოდის და ვინ გაწალებს, თვის მიყავ ხარჯალი, ვინ გსვავს ბანკში და ვინ გეუბნება, რომ ფული ისესხ არც არავინ, ხო? ამიტომ ყველა შეიძლება ბევრ ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ბანკთან, მაგრამ ბანკები ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ. შეგვიძლია ზუსტად იგივე გავაკეთოთ, რასაც ისინი აკეთებენ და შეგვიძლია ისინი წარმოედგნენ რამხელა მხარდაჭერას გაძლევენ, რომ ისინი შენ ფულს გსესხულობენ, რომელიც შენ შეგვიძლია გაამბრავლო და შემდეგ რაღაცა ნაწილი დაუბრუნო მათ უკან. ხო, ეს არის უბრალოდ შენთვის შესაძლებლობა. ამიტომ მე არ ვიმხრობი იმ ადამიანების კატეგორიებს, რომლებიც ბანკებს აკრიტიკებენ, პირიქით, ჩვენ თავში უნდა ჩაიხედო და თქვა, რომ რას აკეთებ ისეთ არასწორს, რამაც განაპირობა ის, რომ შენ ბანკები მაგალითად გეზიზღება. ხო, იმიტომ რომ თუ შევხედოთ დიდ ადამიანებს, ისინი ყოველთვის გეუბნებიან, რომ კარგი ურთიერთობა დაიჭირე ბანკთან. ყველა უბრალოდ ხარ გეუბნებიან, არა, მათ თუ ფული ჭირდებათ, მიდიან ბანკთან, რა თქმა უნდა, დააზღვიონ თავიანთი სესხი, რასაც ესხულებენ, უძრავი ქონებით, ან სხვა რაიმე ბიზნესთან, აქციებით, ასეთებით ყოველ შემთხვევაში. და წარმოიდგინე რომ ისინი გაძლევენ ფულს, შენ შეგიძლია ეს ფული გაამრავლო, რა თქმა უნდა, შეგეძლოს გამრავლება და შეგიძლია რაღაც ნაწილი უკან დაუბრუნო. ხო, ეს არის შენთვის როგორც ბიზნესმენისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ყოველთვის ძალიან დიდი შანსი, ხო? ამიტომ მე არ ვიმხრობ იმ ადამიანებს, ვინც ბანკებს აგინებს ხოლმე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოკლედ გადავიდეთ მეგობრებო, განახებთ რას გავაკეთებ მე და ვიდეოს ბოლოს ასევე განახებთ კალკულაციას, თუ რა შეიძლება გააკეთოს კომპაუნდ ეფექტმა, კომპაუნდ ინტერესტმა, მერვე ესე ვთქვათ, ეინშტეინის მერვე გამოგონებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უკვე არსებობდა, მან უბრალოდ აღმოაჩინა, მერვე საოცრება. გადავიდეთ მეგობრებო, უკვე ჩვენ ესე ვთქვათ, საიტზე საქართველოს ბანკზე, ამ ყველაფერს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ჩემი საბანკო ანგარიშით, გადმოვირიცხე აქ მეგობრებო, უკვე 500 евро, რომელიც შენახული გქონდა ქეშად და ნახეთ ანაბარი შემთხვევაში შეგვიძლია ავირჩიოთ სამნაირი ანაბარი. ეხლა გეტყვით რატო ვირჩევ მე იმ გარკვეულ ერთს და არა მაგალითად მეორეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ გვინდა რომ ესე ვთქვათ ფული გამოვიტანოთ ყოველთვის, როცა ჩვენ დაგვჭირდება, ხო? იქნება ეს 3 თვის, მე 6 თვის, მე 1 წელს მე რთვა შემდგომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ფულზე გქონდეს ყოველთვის წვდომა და მაქსიმალურად ესე ვთქვათ 2-3 თვით არ გქონდეს წვდომა, ხო? იმიტომ რომ რა თქმა უნდა ინვესტიციებში ძალიან სწრაფი უნდა იყო, როცა შანსი არის, მაგრამ არ მგონია რომ ამ ესე ვთქვათ იმან რომ 3-4-5 თვითაც თუნდაც ესე ვთქვათ ჩვენ კაპიტალს თუ სადმე ჩავდებ და ჩვენ ქეშ რაიმე დიდი პრობლემა შეგვიქმნას. მოკლედ შეგვიძლია ავირჩიოთ 3 რამ მეგობრებო, ეს შეგვიძლია რომ აქედან შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ ყოველთვის გამოვიტანოთ ჩვენი თანხა, რომელიც მე ყველაზე მაგრა მომწონს, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოფცია როგორც ინვესტორისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის შემიძლია გამოვიტანოთ ჩემი ფული, მაგრამ ნახეთ ხლა რა ხდება აქ მეგობრებო. მაქსიმალური ეფექტიური განაკვეთი ლარში წლურად არის 5.12%, როცა ჩვენ ინფლაცია გვაქვს საშუალოდ 4% პლუს მინუს, ხო? და მე არ მაწყობს რომ მხოლოდ 1%-ის გულიზე ჩემი ფულის ინვესტიცია გავაკეთო იქ, იმიტომ რომ შემდეგ ისევ დოლარებში ან ლარებში თუ გადავიყვანთ, ჩვენი ლარის ესე ვთქვათ ინფლაცია თუ იყო 4%, ესე იგი ჩვენი იმ 500 ევროს რო გადავიყვანთ ლარებში, მისი ესე ვთქვათ 1000 გამოდის პლუს მინუს. გადავანგაშებთ მე, ასე ვთქვათ, წლის ბოლოს მან თუ გააკეთა 4%-იანი ინფლაცია და შემდეგ ისევ ამ თანხის დოლარში ან ევროში გადაყვანა მოგვიწია იმის რომ რამე ასეტები ვიყიდოთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ლარი კიდე გაუფასურებული იყოს დოლართან ან ევროსთან და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დანაკარგს, რა თქმა უნდა, ხო და მე არ მინდა ეს რისკი ავიღო. ამიტომ 5.1% არის ჩემთვის მიუღებელი როგორც ინვესტორისთვის.
თუ გავითვალისწინებთ ან ინფლაციას და გაცვლითი კურსის ეს განსხვავებას გაცვლით კურსებს შორის. შემდეგ არის ვადიანი მეგობრებო, ანუ დოლარებში და ევროში ანუ არც ერთგან აზრი რომ ინვესტიცია გავაკეთოთ, იმიტომ რომ 0.25% სარგებელი არაფერი არ არის. ამიტომ ამ 0.25-ს ნუყურებთ, ეს მხოლოდ დოლარში და ევროშია. აქ არის მაქსიმალური ეფექტური განაკვეთი ლარში 10.72%-მდე. რაც ჩემთვის ძალიან მისაღები არის, ძალიან კარგი არის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ვადა არის, ანუ უნდა იყო რამოდენიმე თვეებით, წლებით და ასე შემდეგ. თან ეხლა ნახეთ, ანუ აქ ყოველთვიურად და ვადის ბოლოსაც შეიძლება და წინასწარაც. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო რამ მეგობრებო. და ამას უნდა დავუკვირდეთ ძალიან კარგად. წლის ბოლოს არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაწყობს რომ მივიღოთ ჩვენი სარგებელი, რატომ არ გვაწყობთ? წარმოვიდგინოთ რომ წლის ბოლოს ჩვენ გვეკუთვნის 1000 ლარი, ხო და დაგვერიცხა 1000 ლარი. ის 1000 ლარი უკვე ჩვენ თუ დავიწყეთ დღეს და 1 წლის შემდეგ, ის 1000 ლარი იქნება უკვე გაუფასურებული 4% საშუალოდ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 4%-იანი ინფლაცია. უკაცრავთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ყოველთვიურად მოვითხოთ ჩვენი ესე ვთქვათ განაკვეთის მიღებას, ანუ ჩვენი პროფიტის მიღებას ყოველთვიურად, მაგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ის თვიურიც ყოველთვიურად დაგვერიცხება ფული პირდაპირ გავუშვათ ისე ამ შეგროვებაში, რაც იზრუნებს იმაზე, რომ წლის ბოლოს გვექნება პროცენტიულადაც უფრო მეტი მოგება მიღებული და ის სარგებელი, რაც ჩვენ დაგვერიცხება ყოველთვიურად არ გაუფასურდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაგალითად ყოველ წელს ვიღებთ 1000 ლარს და 1000 ლარი გავყოთ 12-ზე, ну მოდი დავამრგვალოთ, ძალიან რო არ იმას აქვთ, ვთქვათ რომ პლუს-მინუს 90 ლარს ვიღებთ ყოველთვიურად, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ის 90 ლარი რო დაგვერიცხება ერთ თვეს ჩავდებთ, ესე ვთქვათ, ისევ ანაბარში, ისევ დავაბრუნებთ, არ გამოვიყენებთ და რა ხდება ის 90 იმ 90 ლარზეც გვერიცხება წლის ბოლოს 10%, რომელიც არის, რა თქმა უნდა, 9 ლარი, ხო? და წარმოიდგინეთ ყოველთვიურად რომ დავამატებთ ამას, ხო? ანუ ყოველთვიურად 90 ლარი გვერიცხება, ჩვენ ამ 90 ლარს პირდაპირ უშვებთ ისევ აქ ეგნიშნავს იმას, რომ 12-ჯერ 90 ლარი, ახლა ვამრგვალოთ უბრალოდ ციფრებს, თუ გინდა 80 ავიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა. რო გადავამრავლოთ, ესე ვთქვათ, 9-ჯერ 12 გამოდის, რომ ისევ პლუს-მინუს 100 ლარზე მეტი დამატებით კიდე გვერიცხება. ხო, რაც არის, რა თქმა უნდა, იდეალური და რაც ზრუნავს იმაზე, რომ წლის ბოლოს უფრო მეტი პროცენტიც გვერიცხება და ინფლაციაც არ გვჭამს, იმიტომ რომ ის სარგებელი, რომელიც გვერიცხება, ინფლაცია არ გვიჭამს, იმიტომ რომ ის 1000 ლარი როგორც თქვი წლის ბოლოს დაგვერიცხება, ეს უკვე გაუფასურებული არის 4%-ით, იმიტომ რომ დღეს 1000 ლარი არ ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს იგივე 1000 ლარი იქნება, იმიტომ რომ იმ 1000 ლარით უფრო ნაკლები პროდუქტები მოგივა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს იმ 1000 ლარმა განიცადა ინფლაცია, მაგრამ ყოველთვიურად თუ დაგვერიცხება, შეიძლება პროცენტებში უფრო ნაკლები დაგვერიცხოს, მაგრამ ამ პროცენტებს, ესე ვთქვათ, ამ სარგებელს ისევ ყოველთვიურად თუ გავაკეთებთ ინვესტიციას, უფრო დიდი მოგება დაგვრჩება და ესე ვთქვათ, ჩვენი სარგებელიც არ იქნება გაუფასურებული პირიქით, მაგალითად 10% დაგვერიცხება და ზუსტად ეგ არის მეგობრებო, ეგ მაგია, რაც ზის compound ინტერესში და შემდეგ ამ ყველაფერს განახებთ კიდევაც კალკულაციაში თუ რა შეიძლება ჩვენმა ინვესტიციამ გააკეთოს. მოდი ახლა მეგობრებო, გავხსნათ ეს, ანუ ავირჩი ეს, იმიტომ რომ ყოველთვიურად შეგვიძლია დამატება, თანხის დამატება ნებისმიერ დროს და აქ არ შეგვიძლია, ამიტომ მე მირჩევნია რომ ეს ავირჩიოთ, ანუ ეს ამას ავირჩიოთ, იმიტომ რომ 5.12%, ანუ უკვე ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, 5.% არ მოგწონს, იმიტომ რომ უფრო მეტი გვინდა. და რაც ეხება კან 500 ერთეული, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ. თანხის დამატება ნებისმიერ დროს გვაწყობს ჩვენ, იმიტომ რომ ანუ როგორც ვთქვი, როცა დაგერიცხება შენ ყოველთვიურად შენი სარგებელი, გინდა რომ მაგის რეინვესტიცია გააკეთო, ხო? ამიტომ ყოველთვიურად გინდა ესე ვთქვათ დამატება, რაც აქ არ არის შესაძლებელი, ამიტომ ეს არის ჩვენთვის არც თუ ისე საინტერესო და ჩემთვის შეჯერობით არ არის მიღებული, იმიტომ რომ იმ 500 ევროს აქვს სხვა დანიშნულება. თანხის გატანა ვადის ბოლოს ეს არის ერთ-ერთი რამ, რაზეც შეგვიძლია ვთქვა, რომ აი შენ ფული რო დაგჭიდეს, ვერ გამოიტან, ხო, მაგრამ ანუ ის 500 ევრო თუ არის გადებული იმისთვის, რომ შანსები რო გამოჩნდება ინვესტიცია გავაკეთოთ ან რაიმეში თუ დაგჭირდა, შეგვიძლია
რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში უკეთესი არის, რომ ნებისმიერ დროს გამოვიტანოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აქ ავიღოთ 3-3 თვიანი, 6-6 თვიანი ან უფრო მეტი 3-3 თვე დავამატოთ. ამიტომ მე გავაკეთებ ისე, რომ ყოველ 3 თვეს ახლიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი და რაც კარგი არის მეგობრებო, აქ ანუ არ შეგვიძლია რა თქმა უნდა ნებისმიერ დროს გავიტანოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სესხი ავიღოთ ჩვენ ანაბარზე. ანუ ანაბარში თუ გვიდებს 10,000 ლარი, შეიძლება ესე ვთქვათ ბანკმა მოგცეს 10,000 ლარის სესხი ან უფრო ნაკლები. ანუ ამაზეც არ აქვს არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ ფული თუ დაგჭირდა და შეგვიძლია ყოველთვის გამოვიტანოთ. ამიტომ ამასაც დიდ პრობლემად არ ვხედავ. და სარგებელი მეგობრებო ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს, რაც ჩვენთვის არის რა თქმა უნდა მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს ყოველთვიურად როგორც ავხსენ. მოდი ჯერ ახლა ერთად გავხსნათ მეგობრებო და შემდეგ განახებთ გამოვანგარიშებულს თუ რამდენი შეიძლება გავაკეთოთ პლუს მინუს წლების შემდეგ და განახებთ თუ რა არის ის მაგია ამ კომპაუნდ ეფექტის. ანუ რისთვის ვაკეთებთ ახლა ანაბარს, სხვა ვიღოთ ანაბრის სახელი VDCA და ამით მეგობრებო თქვენ ხართ უბრალოდ პატარა ბანკი, იმიტომ რომ ეს ვთქვათ თქვენ ასესხებთ ფულს და 10% იღებთ წლიურად. ხო, იგივეს აკეთებს ბანკი, უბრალოდ ბანკი აკეთებს უფრო დიდი მასშტაბებით, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა იწყებს საიდანღაც, ამიტომ ჩვენთვის ეს არის იდეალური და მისაღები. ჩვენი 500 ევრო რო გადავაანგარიშოთ მეგობრებო, 3.17-ზე იყო კურსი, თუ არ ვცდები, თუ 16-ზე 3.16 ავიღოთ, გავამრავლოთ 500 ევროზე გამოდის 1580 ლარი. 1580 ლარის ინვესტიცია გვინდა, აირჩიე ვალუტა, რა თქმა უნდა, ლარში გვინდა, ანგარიში, აქ აქვს დარიცხული ჩვენი ფული. ანაბარის დასასრული ნახეთ, შეგვიძლია დეკემბერში დავასრულებინოთ, ხო, მაგრამ ანუ ჩვენ ვთქვით, რომ ანუ შემიძლია ახლა 3-3 თვეებიანი ავიღო, რაც მიზანი იყო, რომ 3-3 თვიანი აგვიღო და შემდეგ უკვე გვენახა, რომ არის თუ არა სადმე შანსი, რომ ამ 500 ევროს ინვესტიცია გავაკეთოთ. მაგრამ შეგვიძლია ასევე ავირჩიოთ თუნდაც 1 წელი იმისთვის რომ უბრალოდ ვნახოთ რამხელა სარგებელი შეიძლება მივიღოთ აგვისტოს სექტემბრი. მოდი სექტემბრის ბოლოს ვნახოთ სარგებელი მე მგონი ბოლოს გვეტყვის აი აქ 164 ლარი არის სარგებელი. შეიძლება ახლა ბევრად არ მიაჩნდეს, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ შემდეგ ინვესტიციის კალკულატორში გადავართ, შემდეგ ყველას გაუკვირდეს, რომ აი თურმე რამხელა რამ შეუძლია გააკეთოს, ესე ვთქვათ, ამ კომპაუნდ ინტერესტმა. ჩვენ შეგვიძლია აქ 3 თვეც ავირჩიოთ, 6 თვეც ავირჩიოთ, მაგრამ მე გავაკეთებ მეგობრებო აქ 1 წლიანს, იმიტომ რომ წესით 3 თვე მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ახლა გადავწყვეტი აქ ლაივში პირდაპირ რომ 1 წლიანი გამეკეთებინა მინიმუმ რატო, იმიტომ რომ საქართველოს ბანკი გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ფული თუ დაგჭირდა, მივიღოთ სესხი ჩვენ ანაბარს. ანუ შეგვიძლია მათ ჩვენი ანაბარი მივიცეთ და ესენი მოგცემენ სესხს. ამიტომ ეს არის იდეალური, ხო? და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელზე გააკეთებთ. თუ სადმე შანსი დავინახეთ, აუცილებლად შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სესხს ავიღებთ და იმ სესხით გავაკეთებთ ინვესტიციას. რა თქმა უნდა, სესხი არასდროს არ უნდა აიღო ინვესტიციის გაკეთება თუ კიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი რისკი, ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სრული, რაც შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ეს იქნება სულ სხვა რაღაცა, შენ ეს ვთქვათ ფულს ცვლი, შენ საფულის აძლევმა და ისინი გაძლევენ ფულს სესხის საშუალებით, ხო? ამიტომ პრობლემა არ არის, 1 წლიანზე გავაკეთებ ამას მეგობრებო, 1 წლიანზე გავაკეთოთ. ყოველთვიურად გვინდა რომ დაგვერიცხოს და ახლა ნახეთ რა ხდება. აქ არის კიდევ საინტერესო რამ მეგობრებო. ანაბარზე გადარიცხვა ყოველთვიურად. თან ეს 1 წლიანი არის კარგი მათთვის მეგობრებო, ვინც ძალიან ესეთი რა ქვია. მეც მქონდა ეგ თავიდან, ყველას აქვს ხოლმე ფინანსებთან დასაწყისში, მაგრამ შეგიძლია გამოიემუშაო ისეთი თვისებები, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ეს რაღაცები არ გააკეთო ხოლმე. როცა გაქვს ფული გვერდზე გადადებული, მაინც რაღაცა იმედი გაქვს და მეგობარი მიდის სადღაც, ან დასასვენებლად გინდა წასვლა, ან ის გინდა, ეს გინდა, ამ უფრო მიცი რა, მაინც მაგ და ავიღებ რა, ერთხელ ცხოვრობ, ან რა იცი ხვალ რა მოხდება, კი ერთხელ ცხოვრობ და კარგად უნდა იცხოვრო. ამიტომ აი განიშნავს იმას, რომ რაც გინდა დღეს უნდა გააკეთო, ხო? ამიტომ ეგეთ რაღაცები მეც მახასიათებდა ხოლმე და თქვენთვისაც კარგი რჩევა იქნება თუ გახასიათებთ ეგეთი რაღაცა, რომ იცით რომ ფული თუ გედებათ გვერდზე 1000-2000 ლარი და რამე თუ მოხდა იმ მეგობრები სადმე მიდიან ან იქ დასვენებლად გინდა წასვლა, ან ის გინდა, ეს გინდა, თუ იცი რომ შენ ამ ფულს შეიძლება აიღო და წაიღო და დახარჯო, რაც და შემდეგ შეიძლება ინანო, თქვენთვისაც კარგი არის ეს, იმიტომ რომ 1 წელი ამ ფულს ვერ შეეხები, ხო? ამიტომ ჩემი აზრით არის იდეალური და შემდეგ მეგობრებო, ანაბარზე გადარიცხვა ყოველთვიურად, რა თქმა უნდა გვინდა ეს, იმიტომ რომ შემდეგ განახებთ კომპაუნდ, ანუ გამოანგარიშებაზე თუ რას შრება ეს კომპაუნდ
ინტერესტი. ანუ შემდეგზე ჩვენ გვინდა რომ გადავრიცხოთ, ანუ აქედან გადაირიცხება ყოველთვიურად და რა თანხა ჩაირიცხოს ანაბარზე 300 ლარი, იმიტომ რომ 100 евро არის პლუს-მინუს 310 ხან 315 ლარი, მაგრამ მოვიღოთ დამრგვალებული 300 ლარი, იმიტომ რომ ყოველთვიურად გადავირიცხავ ხოლმე დაწყების რიცხვი. ანუ ვთქვათ რომ ყოველ 5 რიცხვში, მოდი პირველ რიცხვში იყოს, ყოველი თვის პირველ რიცხვში, ესე ვთქვათ, გადაირიცხოს ფული ავტომატურად ამ ანაბარზე, რაც იზრუნებს იმას, რომ ანუ ყოველთვიურად 300 ლარს თუ გადავირიცხავთ, იმ 300 ლარზეც ყოველთვიურად, რა თქმა უნდა, დაგვერიცხება სარგებელი, ხო, ამიტომ ეს იდეალური რაღაც არის, მეგობრებო და შეიძლება ახლა ბევრი ამბობს, რომ აი რა არის, ცოტა არის, ის არის, მაგრამ დავიმახსოვროთ ის, რომ ერთ ჯერზე არაფერი არ ხდება, ეგ ერთი და მეორეც წლების განმავლობაში ეს არის interest compound. ეს არის ზუსტად იგივე, რასაც Warren Buffett-ი აკეთებს, მეგობრებო. ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იგივეს, რასაც Warren Buffett-ი აკეთებს და ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იგივეს, რასაც ბანკები აკეთებენ, ოღონდ უფრო პატარა კაპიტალით, რაც შეიძლება შემდეგ უფრო და უფრო გაიზარდოს და უფრო და უფრო დიდი კაპიტალი გახდეს. ანუ ყოველ თვე გვინდა ჩვენ რომ 300 ლარი ჩვენი ანგარიშიდან გაიტანოს და დაირიცხოს აქ. ყოველთვიურად, ოკეი, ვეთანხმები პირობებს ჩართვა პირობებს იმას რომ გითხრათ მეგობრებო არ გავეცანი, ამიტომ თქვენ თუ გსურთ გაიცანით. ნუ რასაც აქ ხედავ ყველაფერი არის ჩემთვის მისაღები. ყოველი გადახდისას თანხა ანაბარზე გადაირიცხება ყურაბ. ანუ არ ვიცი ახლა სად მირიცხავენ ფულს, დაველოდებით თვის ბოლოს როცა დამირიცხავენ, ნახოთ სად დამირიცხავენ, მაგრამ მე მინდა რომ ეს დარიცხულიც ავტომატურად ყოველთვიურად იყოს ინვესტირებული ამ ფულში, რაც რა თქმა უნდა ჩვენ საპროცენტო სარგებელს უფრო და უფრო გაზრდის ყოველწლიურად. აქ თუ დავაჭერ წესით, მე მგონი რომ ყოლაბაში გადადის ფული, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, მოკლედ დავუტოვოთ ესე როგორც არის და ვნახოთ ჩვენ სარგებელი სად დაგვერიცხება. შემდეგ სარგებელი რომ დაგვერიცხება, ამასაც რა თქმა უნდა განახებთ და გადმოვიტანთ ამასაც ყოველთვის აი აქ. იმიტომ რომ თანხის დამატება ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის. გავხსნათ ანაბარი. Okay, ეს ხელშეკრულება შეგიძლიათ თქვენ თუნდაც წაიკითხოთ, მაგრამ I will skip that. არ მგონია რამე ცუდი გითხრან. QR კოდი დადასტურება. ეს ასე მეგობრებო, ჩვენ დავრიცხეთ ჩვენი თანხა. გავაკეთეთ ანაბარის დასასრულით არის 30.09 2009 და წლიური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ საშუალოდ ალბათ ამას მივიღებთ. იმიტომ რომ ყოველთვიურად გვინდა ესე ვთქვათ ჩვენი თანხის აღება. მოკლედ მეგობრებო, შეგვიძლია ახლა გადავიდეთ ჩვენ investment calculator-ზე და მოდი ახლა გამოვიანგარიშოთ, ნუ 1580 ლარი გვაქვს, გამოვიანგარიშოთ თუ რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა ინვესტიციამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ ეს ამდენი წელი არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება სხვაგან გავაკეთოთ ამ ფულის ინვესტიცია, გაჩნია როგორ წავა ჩვენი საქმე, ან შეიძლება პირიქით დავამატოთ იმ დაფიქსირებული მოგებებიდან, რომელსაც ვაფიქსირებთ, ესე ვთქვათ, Bitcoin-ზე და Ethereum-ზე და Verx-ზე და ასე შემდეგ, ნახავთ როგორ მოიქცევით. მაგრამ რო დავიწყოთ ახლა თუ რა შეიძლება გააკეთოს ამ თანხამ. დავიწყოთ 1580-ით, ანუ აქ დოლარი არის, მაგრამ ჩვენ ლარებში ვიანგარიშოთ. მოდი ვთქვათ, რომ 1 წლის განმავლობაში, შემდეგ გავაკეთოთ 5 წლის განმავლობაში, შემდეგ გავაკეთოთ 10 წლის განმავლობაში. მოდი ვთქვათ, რომ საშუალოდ გვაქვს 10%, იმიტომ რომ ჩვენ რეინვესტიციას თუ გავაკეთებთ იმ სარგებლის, რომელიც ყოველთვე გვერიცხება, რა თქმა უნდა, ჩვენ კაპიტალზე პლუს-მინუს 10% და შეიძლება უფრო მეტიც გავაკეთოთ. კომპაუნდ ეფექტი იყოს 10 წლიურად და მოდი ახლა ვნახოთ, ანუ ყოველთვიურად ვამატებთ კიდე 300 ლარს. მოდი ახლა ვნახოთ რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა ინვესტიციამ. რა თქმა უნდა, აქ 300 ლარზე უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ჩვენ სარგებელს ყოველთვიურად ვამატებთ. ანუ რა სარგებელსაც ვიღებთ? ამ 1580 ლარიდან ამასაც ვამატებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კაპიტალს. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, 1 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ბალანსზე, ჩვენ გვექნება ბალანსზე 5500 ლარი. და ახლა ნახეთ რა ხდება, აქ არის ყველა საინტერესო რამე. total interest არის 320 ლარი, ანუ ჩვენი დაფიქსირებული მოგება, რაც მივიღეთ საპროცენტო განაკვეთიდან, ესე ვთქვათ, სარგებელი რაც არის, ჩვენი სუფთა სარგებელი, ეს არის 320 ლარი, რომელიც ჩვენ მთლიან საბულეში წარმოადგენს 6%-ს. და ახლა ნახეთ მეგობრებო, თუ წლებმა რა შეიძლება გააკეთოს. გადავიანგარიშოთ ეს უკვე 5 წელზე მეგობრებო. და ნახეთ ახლა რა ხდება. ჩვენი 6% გახდა 23% და ჩვენი პირველადი ინვესტიცია გახდა 6%. გადავიდეთ ისევ 1-ზე. 29% არის ჩვენი პირველადი ინვესტიცია, 6% ჩვენი ინტერესტი 320 დოლარი, რასაც მივიღებთ წლის ბოლოს და ერთი არის, ესე ვთქვათ, დამატებული ფული თვიურად გამოდის
65%, იმიტომ რომ კაპიტალი გვაქვს პატარა და 300 ლარი, რა თქმა უნდა, ჩვენ კაპიტალზე პროცენტებით აისახება. გადავიდეთ ისევ 5 წელზე მეგობრებო, ხედავთ რომ ეს ყველაფერი ისევ შეიცვალა, ანუ 23% წარმოიდგინეთ interest rate და total contribution, ანუ ის თანხა, რასაც ყოველთვიურად ვამატებთ, გახდა 71%. ეხლა კიდე მეგობრებო, გადავიდეთ 10 წელზე. ანუ ახლა 5-დან 10 წელზე შეიძლება იფიქროთ თქვენ რომ ეს გახდება $50,000 და ან პროცენტებში არ ვიცი თქვენ როგორ იფიქრებთ, მაგრამ გეტყვით პირდაპირ თავიდანვე რომ ცდებით, იმიტომ რომ ნახოთ 10 წელი რა გამოდის. ბუმ 41% total interest. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ჩვენი ბალანსი გახდა 64,000 ლარი. total investment ანუ ამას უკვე აღარანაირი starting amount ამას უკვე აღარანაირი ასე ვთქვათ აზრი აღარ აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ თუ როგორ გაიზარდა ჩვენი ინვესტიცია და ჩვენი total interest-ი უახლოვდება და ასე ვთქვათ იმაზე მეტი გახდება ყოველწლიურად, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას. მოდი ახლა გავაკეთოთ მეგობრებო 15 წელზე. 15 წელზე ნახეთ, ანუ გვაქვს 10 წელი. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აი დავამატოთ კიდე 10 წელი და ეს გახდება ორმაგი, ხო, მაგრამ 10 წელი აღარ არის უკვე საჭირო. აქ 5 წელიც რომ დავამატოთ, ანუ 50% რომ დავამატოთ ჩვენ წლებს, გამოდის რომ ჩვენ უკვე გვაქვს 126,000 ლარი. რაც ნახეთ, ხა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ჩვენი ინტერესტი აღემატება ბევრად ჩვენ total contributions. ანუ ჩვენი ინტერესტი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული ყოველთვიურად. და წარმოიდგინეთ მეგობრებო, წლიდან წლამდე როგორ იზრდება, ესე ვთქვათ, ჩვენი კაპიტალი და მე გეუბნებით იმას, რომ ეს უფრო მეტი არის, ანუ საქართველოს ბანკში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, იმიტომ რომ ის ყოველთვიურად ჩვენ რაც გვერიცხება, ვამატებთ ისევ ჩვენ საინვესტიციო საფულეში. აქაც შეგვიძლია ვნახოთ მეგობრებო, თუ როგორ იზრდება. აი აქაც ძალიან საინტერესო არის, რომ ეს წითელი, ეს არის ჩვენი ინტერესტი და ნახეთ ინტერესტი ყოველთვის, ესე ვთქვათ, გზა უფრო და უფრო მეტი ხდება, ვიდრე ჩვენი ტოტალური ინვესტიცია. აქაც შეგიძლიათ თქვენთანაც გადახედოთ, პირველ წელს გვაქვს 5,000 ინვესტიცია, ანუ ამ ინვესტიციაზე ინტერესტი არაფერი დიდი არ არის, მაგრამ შეგვიძლია უკვე ანუ ყოველ წელს გამოგვდის 3,600 ლარი ინვესტიცია, იმიტომ რომ 300 ლარს ვაკეთებთ ინვესტიციას, წელიწადში გამოდის 3,600 ლარი. და ვხედავთ რომ ანუ ინვესტიცია ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ ვხედავთ რომ ჩვენი ესე ვთქვათ ინტერესტი ჩვენი სარგებელი ყოველთვიურად იმატებს და იმატებს და უკვე მერვე წლის შემდეგ ჩვენ წლიურად უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ინვესტიციას ვაკეთებთ. წარმოიდგინეთ 8 წლის მერე 300 ლარს როდებ, 300 ლარს ზევიდან იღებ, უფრო მეტს კიდევ, იმიტომ რომ ერთ წელში გააკეთე 3,600 და ერთ წელში სარგებელი მიიღე იმ 3,600-ზე 4,000 რაღაცა ლარი, ხო, ეგ გამოდის ის, რომ რასაც დებ, ანუ 300 ლარს დებ და 300 ლარზე მეც უკან გაძლევ. ეს არის იდეალური, ხო, რა თქმა უნდა და 10-11 წლის შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ორმაგდება. ანუ შენ თუ აკეთებ 300 ლარს, თითქმის 600 ლარს გაძლევენ უკან. რაც რა თქმა უნდა მეგობრებო, არის იდეალური და ზუსტად ეს არის ის კომპაუნდ ეფექტი, ზუსტად ეს არის ის მერვე საოცრება, რასაც ბევრი ვერ ხვდება, ვერ იგებს და ბევრს არც აქვს იმის სურვილი რომ ამდენი წელი, ესე ვთქვათ, აკეთოს ესეთი რაღაცა. ინვესტიციებს როცა ვაკეთებთ მეგობრებო, აი მაგალითად S&P 500 ავიღოთ, ხო, ან hedge funds-ები და ასე შემდეგ. ისინი აკეთებენ წლიურად 8-დან 12%. საშუალოდ მათიც გამოდის, ესე ვთქვათ, შეიძლება ხან-ხან 8% იყოს, შეიძლება ავიღოთ ყველაზე კარგ შემთხვევაში 10% იყოს, ხო? ისინი ზუსტად ესე აკეთებენ, ისინი ზუსტად ესე მდიდრდებიან მეგობრებო. რა თქმა უნდა, შენ როცა გაქვს პატარა კაპიტალი, შეგიძლია რაღაცა ნაწილი უფრო სარისკო ასეტებში ჩადო, რასაც მე სრულიად მივესალმები, რასაც ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ, მაგრამ მეგობრებო, ყოველთვის უნდა გქონდეს გვერდზე გადადებული ესეთი თანხა, რომელიც, ესე ვთქვათ, შენ სტაბილურობას შეინარჩუნებს და ესე ვთქვათ, ქეში გექნება ყოველთვის გვერდზე და ეს იზრუნებს ზუსტად იმას, რომ შენ გქონდეს ქეში გვერდზე. თუ არ გინდა რომ გამოტოვო ესეთი ვიდეოები მეგობრებო და ნახოთ თუ რას გააკეთებ ჩვენი ვედეცია საფული, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა, არხის გამოწერა უკაცრავად არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არ დაგავიწყდეს ზარის ხირაკის გააქტიურება.